საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს ჯილდოები გადაეცათ. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს ჯემალ შენგელიას, გიორგი კობახიძეს, სერგო ჩალაურს, საბა ხარაბაძეს, გიორგი გონაშვილს, ჯიმშერს ხირტლაძეს და ნიკოლოზ სვანიძეს ფულადი ჯილდოები გადასცა. სამინისტრო წარმატებული მოსწავლეების წახალისებას მომავალშიც გეგმავს. ჩვენმა მოსწავლეებმა მიაღწიეს წარმატებებს ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის საგნებში და ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი ტრადიციები საბუნების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების პრიორიტეტულობის შესახებ გრძელდება და თავისთავად ცხადია, სამინისტრო კვლავაც გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და ასევე წახალისების კუთხით ბუნებრივია ეს ტრადიციაც გაგრძელდება. ავიღეთ 7 ბრინჯაოს მედალი. სამინისტრომ გადმოგცა ფულადი პრემიები. მოხარული ვიქნებით თუ მომავალშიც ასეთი ხელშეწყობა გვექნება სამინისტროდან და ასე ვთქვათ ყურადღებას მოგვაქცევთ.